ერთი ამას მოусმინეთ, აბა. უბრალოდ არსებობს რაღაცა წითელი ხაზები, რის მერეს ქართველი კაცი ფიზიკურად ვერ მოითმეს. ქართული ოცნების გუნდის უდიდესი უმრავლესობა აშველებდა და სწორედ ამ გაშველების შედეგი არის ის, რომ ეს ადამიანები ამ დარბაზიდან გავიდნენ და ანუ ამ ადამიანს, რომელმაც 2 დღის წინ საკუთარ კოლეგაზე ფიზიკურად იძალა და თავი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კი არა, სხადნიაკზე გონია და მისაღები უნდა მიიღოს პრინციპით მსჯელობს. თუმცა ამავე ლოგიკაში რომ შევყვეთ, სადაური ქართულია და სადაური კაცურია, როდესაც ერთ ადამიანს ამდენი კაცი ურტყავთ თანაც ქალბატონების თანდასწრებით. და აქეთ კიდევ გვეუბნება, რომ იცით რა, უმრავლესობა აშველებდნენო, თორეო გარეთ ვერ გავიდო. ანუ რას გვეუბნებით, თორე დახოცავდი თუ რას გულისხმობთ ვერ გავიგე. იცით რეალურად ქართველი კაცისთვის რა არის წითელი ხაზი? ქართველი კაცისთვის წითელი ხაზი არის ის, რომ ოკუპანტებს ბოდიშს არ მოუხდის, სეპარატისტებს ბოდიშს არ მოუხდის, ბოდიშს არ მოუხდის იმას, ვინც ქართველი ხალხი საკუთარი სახლებიდან გამოყარა, მაგრამ თქვენთვის ეს წითელი ხაზი არ არის. არა თუ წითელი ხაზი არ არის, ამას აკეთებთ გამიზნულად. ოკუპანტს აბარებთ ქვეყანას და ბოდიშებს გაიძახით ნაომარ ქალაქში. რანაირად გიბრუნდებათ ენა საერთოდ რომ ქართველობაზე და კაცობაზე ლაპარაკობთ თქვენ? სირცხვილი და აი ეს კადრებიც კმარა იმისთვის რომ თქვენ ქართველობაზე და კაცობაზე არ უნდა ილაპარაკოთ და ვერ უნდა ილაპარაკოთ. ჩვენ აუცილებლად გამოვზარდით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ.